მოგესალმებით. მინდა გამოეხმაურო გუშინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც მოიხსენებათ, გუშინ მმართველი პარტიის სახელით გაიმართა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება ტრადიციული ევროპული ფასეულობებისა და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. ასევე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზაობა 2028 წლისთვის შევასრულოთ ასოცირების დღისის რიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. სწორედ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება არის გზა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. გუშინ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საზოგადოებას, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. იმავდროულად ჩვენ გავახმოვანეთ ჩვენი გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის ეს რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარი ვთქვით ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. კიდევ ერთხელ გვინდა განმარტოთ, რომ მოლაპარაკებების გახსნა არის ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ აჩქარებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. ამის საუკეთესო დასტურია მონტენეგრო და სერბეთი, რომლებსაც მოლაპარაკებების შესაბამისად 2012 და 2014 წელს გაუხსნეს, თუმცა ამას ევროკავშირში მათი გაწევრიანება ოდნავადაც არ დაუჩქარებია. ამის საუკეთესო მაგალითია ასევე თურქეთიც, რომელსაც მოლაპარაკებები 2005 წელს გაუხსნეს, თუმცა 2016 წელს საერთოდ შეუწყვეტეს. ამ ფონზე მით უფრო მიუღებელია, რომ სრულად არაფრის მომცემი მოლაპარაკებების გახსნის საკითხი ჩვენი ქვეყნის შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამის გათვალისწინებით ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის ეს რიგიდან დროებით მოხსნას იქნება ერთადერთი პრაქტიკული შედეგი. ამ საკითხს ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვეღარავინ გამოიყენებს. იგივე ეხება ვარ საბიუჯეტო გრანტებზე. ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტები, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 0.2% შეადგენს, ბოლო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა ჩვენი ქვეყნის დასაშანტაჟებლად. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაფინანსების თემა არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების ცდილობისთვისაც იქნა გამოყენებული. ამ ფონზე საბიუჯეტო გრანტებზე უარსაც ერთადერთი პრაქტიკული შედეგი ექნება. ქვეყნის დასაშანტაჟებლად და საზოგადოების გასახლეჩად ვერც ამ საკითხს ვეღარავინ გამოიყენებს. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამუდმებული შანტაჟი ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნის საკითხით და ხან საბიუჯეტო დაფინანსებით შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და აზიანებს ევროკავშირის რეპუტაციას. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ შანტაჟის მთავარი ინსტრუმენტების განეიტრალებას არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა და არავითარი ალტერნატივა არ აქვს. ჩვენს გადაწყვეტილებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია სიცრუის მთავარი გამავრცელებლების, რადიკალური ოპოზიციის, მასთან დაკავშირებული NGO-ების და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მხრიდან. მათ საზოგადოებას უთხრეს ტყუილი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი ბატონი პაულ ჰერჩინსკიც, თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი არჩევნების წინ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი. ბატონი პაულ ჰერჩინსკი, რომელიც არჩევნების წინ ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებას. საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. თუმცა სამწუხაროდ გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი. აქტიურობდნენ რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები, რომლებიც სამართალდამცავებს მძიმე ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. აშკარა, რომ ეს ძალადობრივი დაჯგუფებები ძალადობისთვის დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მათ ამ შემთხვევაშიც დავასარეთ და დასაგროვებული რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ. მომიტინგების ძალადობის შედეგად დაშავდა 32 პოლიციელი, საიდანაც 13 ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ასევე ამ ძალადობის შედეგი იყო მშვიდობიანი მომიტინგეების დაზიანებაც, მათ შორის ჟურნალისტების დაზიანებაც,
რაც არის უკიდურესად სამწუხარო. მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ პოლიციელ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომლებმაც პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს ძალადობა და დაამყარეს წესრიგი რუსთაველის გამზირზე. ყველას მინდა შევახსენო, რომ ყველა კანონდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. როგორც გუშინდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, საქართველოს რჩება ევროინტეგრაციის მიზნის ერთგული საქმე შანტაჟის ნაცვლად. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ხოლო ჩვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ ეს არის ჩვენი დამოკიდებულება პროცესისადმი. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ხელოვნური ინსტრუმენტებით განაგრძოს ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და საზოგადოების გახლეჩის გამუდმებული მცდელობა. დამადროულად გადავდგავთ ყველა პრაქტიკულ ნაბიჯს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მე მაქვს კითხვა თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით, რომ შანტაჟის განეიტრალებას ალტერნატივა არ აქვსო. როგორ ფიქრობთ, რეალობა იქნება ეს იმ შემთხვევაში, თუ საპირისპიროდ იმუშავა ამ თქვენმა გეგმამ, რაზეც ახლა საუბრობდით და გუშინაც ისმოდა განცხადებები იმის თაობაზე, რატომ არ დაელოდა ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომელიც მოლაპარაკებების გახსნაზე მათ შორის მალე იქნება. რეალურად ყველა ვხედავთ, თუ რა ვითარებაა დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო, ჯერ კიდევ გრძელდება ის პროცესები, რომლებიც დაიწყო ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვალში, ხო? მაშინ იყო ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, რასაც მოყვა გამუდმებული სირთულეები, პრობლემები, ქვეყნის წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟი, რაც არ გაჩერებულა დღემდე. თქვენ გახსოვთ, ეს პროცესი გრძელდება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ხელისუფლება, არის გამუდმებული შანტაჟის ქვეშ და ამას აქვს კავშირი, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინტერესებთან. დღემდე ეს შანტაჟი არ შეწყვეტილა და ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ეს შანტაჟი შეწყდება. ჩვენ ველოდებით უკრაინაში ომის დასრულებას. დეკემბრის ჩათვლით უკრაინაში ომი არ დასრულდება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ გვექნება ოპტიმისტური მოლოდინი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფიქრობთ, რომ ომის დასრულებამდე ყველა შემთხვევაში გაგრძელდება ეს არასწორი ღირსების შემლახველი მიდგომა, რასაც ავლენენ კონკრეტული ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროკავშირში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ერთი რამ. ჩვენ ვართ ერთგული, ჩვენი ევროპული კურსის და ეს ძალიან ხმამაღლა ითქვა გუშინ, ძალიან ხმამაღლა ვიმეორებ ამას დღესაც, მაგრამ რაც შეეხება შანტაჟის ხელოვნურ ინსტრუმენტებს და ეს არის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რომელიც პრაქტიკული თვალსაზრისით არ იძლევა არაფერს, ხო? უკვე კონკრეტული პრაქტიკული მაგალითებით დაგიდასტურეთ ეს ყველაფერი და მეორე ეს არის დაფინანსება, რომელიც შეადგენს 0.2%-ს. აქაც საუბარია, ხაზგასმით ვამბობთ, საბიუჯეტო გრანტებზე და არც ერთ სხვა კატეგორიაზე დაფინანსების, მათ შორის სპეკულაციური და სიცრუის შემცველი განცხადებები კეთდებოდა ერაზმუსის პროგრამებთან დაკავშირებით, მაგალითად, იმისათვის, რომ ამ სიცრუით რაღაც აჟიოტაჟი გამოეწვიათ ახალგაზრდებში, აქ საუბარია მხოლოდ საბიუჯეტო გრანტებზე და არა დაფინანსების სხვა ფორმებზე. შანტაჟის ინსტრუმენტებად გამოიყენება სწორედ საბიუჯეტო გრანტის ფორმით გაცემული თანხები და შესაბამისად ჩვენ ვამბობთ სწორედ იმ თანხებზე, რომლებიც გამოიყენებოდა დღემდე შანტაჟის ინსტრუმენტად, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საქმე შანტაჟის ნაცვლად ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით გავაგრძელებთ მუშაობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, დღესასწაულით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ. ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ეს არის პრაქტიკული გზა ევროკავშირისკენ და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ 4 წლის თავზე ამ ვალდებულების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. შესაბამისად, არათუ მოვადუნებთ ჩვენ სწრაფას ევროკავშირისკენ, პირიქით ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს ამ საქმეში. პირველი დამბეჭი არის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის დაბარება. ხო, ეს არის პირველი დიპლომატიური რეაქცია, რაც შეიძლება გქონდეს ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საუბარია ასეთ ამბიციაზე, რაც უნდა გადაიდგას, თუ ჩვენ არ ვეხელავთ გზების სრულებას.
და აი ეს ელჩის დაბარება და ნაბიჯის გადადგმა ურთიერთობებს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად ხომ არ დაძაბავს აი ამ რეალურად გათვალისწინებით რაც არის. თქვენ ხედავდით ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებოდით ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას. მათ შორის ასეთი მარტივი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმას, თუმცა არ შეწყდა დღემდე ჩვენი ქვეყნის შანტაჟი და არ შეწყდა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ევროკავშირის ელჩი პირდაპირ უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ის აცხადებდა, რომ თუ რადიკალები ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ მკვლელობით, წამებით, ბიზნესის რეკეტით, ტელევიზიების მიტაცებით, ომით და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვით, თუ ეს ადამიანები არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, შეჩერებული იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია. ამას აცხადებდა ევროკავშირის ელჩი. მაშინ თავს ვიკავებდით, რა თქმა უნდა, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, თუ ჩვენ არ ვიხილავთ ქცევის სრულებას, რა თქმა უნდა, მოგვიწევს კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. და ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით კითხავთ აქვე და შემდეგ კიდევ ერთ კითხვას დავცვამ თუ შეიძლება. მან თქვა, რომ თქვენი განცხადება მიიღეს ცნობად და ასე ამბობენ ისინი, რომ 4 წლის განმავლობაში თქვენ უარი თქვით ევროინტეგრაციაზე. ასეთი განცხადება მოვისმინეთ ელჩის მხრიდან. როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ გააკეთეთ ეს განცხადება, თუმცა თუ იქნება შეთავაზება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ აქ ვართ ასეთი განცხადება ქონდა დღეს მაგალითად კახა კალაძეს, ხომ? აი ამ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის წინ წაწევა? დიახ, პირველ რიგში ელჩის განცხადება არის სიცრუე და დეზინფორმაცია და ჩვენთვის ეს ძალიან შემაშფოთებელია და ძალიან სამწუხაროა. კარგად შეგიძლიათ წაიგითხოთ გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი. შეიძლება გუშინ რუსთავის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდ ნაწილს არ ქონდა ბოლომდე წაკითხული ეს ტექსტი, ან თუ წაიგითხა შეიძლება ბევრმა ვერ გაიასრა, მაგრამ მე არ მგონია ევროკავშირის ელჩს ჰქონდეს წაკითხulis გააზრების ასეთი პრობლემა. როდესაც ბრიფინგის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ვართ ევროპული კურსის ერთგული, ხო? ხო ეწერა ეს გუშინდელ, ხო თქვით ეს გუშინდელ ბრიფინგზე. როდესაც პირდაპირ წერია, რომ 4 წლის თავზე ჩვენ გვექნება შესრულებული ასოცირების დღის ესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. როცა წერია პირდაპირ ბრიფინგის ტექსტში, რომ ჩვენ 4 წლის თავზე გვექნება შესრულებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. აქ რა უნდა ამის გააზრებას? ან წაკითხulis, ან მოსმენილის გააზრებას. როდესაც ამას შეგნებულად არიაზრებს ევროკავშირის ელჩი, ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამით ის აგრძელებს იმ წინასაარჩევნო აგიტაციას, რომელიც დაიწყო თავის დროზე და როგორც ჩანს, მას აქვს იგივე დღის ესრიგი. ეს უნდა შეიცვალოს. სწორედ ამიტომ საუბრობ ჩვენ დიპლომატიურ რეაგირებაზე, რომ ქცევის სრულება არის საჭირო. ძალიან მარტივი იყო ჩვენი ბრიფინგიდან შინაარსის წაკითხვა. ძალიან მარტივი იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეიძლება რუსთავის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდმა ნაწილმა ვერ წაიგითხა ეს ტექსტი, არ წაიგითხა ეს ტექსტი, ან წაიგითხა, მაგრამ ვერ გაიაზრა, მაგრამ ევროკავშირის საელჩოში არ უნდა ქონდეთ წაკითხulis ან მოსმენილის გააზრების პრობლემა. როცა იაზრებ რა გითხრეს გუშინ და ცრუ ინტერპრეტაციას აძლევ ამას, ეს იძლევა რა თქმა უნდა შეშფოთების საფუძველს. რაც შეეხება კალაძის პასუხს ამ თემასთან დაკავშირებით, მე შემიძლია იგივე გითხრათ. ჩვენ შეგვეძლო ბრიფინგზე გვეთქვა, რომ უარს ვამბობთ 4 წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნაზე. როგორც მოგეხსენებათ, ასეთი ტექსტები ძალიან ფრთხილად იწერება, ხო, თითოეული სიტყვა არის მოზომელი. ჩვენ ეს არ გვეთქვამს. ჩვენ თქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის ესრიგიდან ხსნით ამ საკითხს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. ამდენი ხნის განმავლობაში ჯერ კანდიდატის სტატუსი, 2 წელი კანდიდატის სტატუსის საკითხი გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, ხო? კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა ჩვენი ქვეყნის თავზე, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ზუსტად იმ დროს დაიწყეს ჩვენი დაშანტაჟება კანდიდატის სტატუსით და ეს გაგრძელდა თითქმის 2 წელი. შეგახსენებთ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით. შემდეგ გაცვდა ეს შანტაჟის ინსტრუმენტი, მოგვენიჭა სტატუსი და დაიწყეს შანტაჟი უკვე მოლაპარაკებების გახსნით. და ეს ყველაფერი გრძელდება 3 წელი. და არის ხელოვნური ინსტრუმენტი, რითაც ცდილობენ საზოგადოების გახლეჩვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმის გაღვივებას, ეს ხონდა დასრულდეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს.
დასრულდა შანტაჟი ამ ყველაფრით. კეთილი ინებონ თუ უნდათ მოლაპარაკების გახსნა, დადონ მაგიდაზე დღესვე მოვაწერ ხელს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის ეს რიგში იმისათვის, რომ არავის დაუტოვოს შანტაჟის ინსტრუმენტი. თქვენ შეეხეთ თქვენ მთავარ განცხადებაში ამ საკითხს, მაგრამ ცალკე აუცილებლად უნდა გითხოთ კადრები, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ჟურნალისტებთან დაკავშირებით, არაერთი დაშავებული ფიზიკურად ნაცემი ჩვენი კოლეგები, აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვენ როგორც მთავრობის მეთაური, თქვენი პოზიცია როგორი იქნება? თქვენ სამწუხარო უწოდეთ, თუმცა უფრო ვრცლად რო გითხრათ. კი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი არის იმ ძალადობის შედეგი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ხო, იყო სისტემური ძალადობა, წინასწარ ორგანიზებული დაეგმილი ძალადობა, იყო ძალადობრივი დაჯგუფებები და რა თქმა უნდა, შეკრების დაშლის დროს დაზიანდნენ სამწუხაროდ მშვიდობიანი მომიტინგეები და მათ შორის კიდევ უფრო სამწუხარო რომ დაზიანდნენ ჟურნალისტები. რა თქმა უნდა, ჩემი მოწოდება ზოგადად ყველა სამართალდამცავის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოუფრთხილდნენ თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით ბუნებრივია მედიის წარმომადგენლებს, გუშინ მაქსიმალურად პროპორციულობის დაცვის პრინციპით მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება, თუ სადმე იყო გადაცდომა, რა თქმა უნდა, ამასაც საჯარო იქნება რეაგირება, მაგრამ არსებითად გუშინდელი მიტინგის დაშლის პროცესი შეესაბამებოდა პროპორციულობის პრინციპს. როდესაც არის ამ მასშტაბის ძალადობა, იქ ბუნებრივია, რისკი ძალიან მაღალია იმისა, რომ მშვიდობიანი ადამიანებიც დაზიანდნენ და მათ შორის დაზიანდნენ ჟურნალისტები, რაც ბუნებრივია ძალიან სამწუხაროა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, ამალოდ რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი გამოირიცხოს, თუმცა სისტემური და მასობრივი ძალადობის, მასშტაბური ძალადობის პირობებში რთულია ასეთი, ასე ვთქვათ, ფაქტების თავიდან სრულად არიდება. საზოგადოებრივი მოწყობილის პირველი არქიტრავული კლაური მინდა გითხოთ გუშინდელ პროტესტთან დაკავშირებით. ჩვენ ნახეთ პროტესტი საზოგადოების, რომელიც იყო რუსთაველზე შეკრებილი და ვნახეთ მათ შორის მოწოდებებიც საერთო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. მოვისმინეთ დღეს კიდევ ერთხელ თქვენი განცხადება, აი გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. აი ასეთ ვითარებაში, როდესაც არის პროტესტი და არის საუბარი, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება, იქნება მუდმივი. როგორ ფიქრობთ, აი რას ელოდებით პროცესების განვითარება, როგორი შეიძლება იყოს? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს, რა თქმა უნდა, პროტესტის უფლება, მათ შორის მშვიდობიანი გზით შეკრების უფლება, მშვიდობიანი ფორმით უბრალოდ შეკრების უფლება და ეს უფლება უნდა იყოს თავიდან ბოლომდე დაცული. მე პირადად მიმაჩნია, რომ ამ პროტესტს არ აქვს საფუძველი ერთი მარტივი მიზეზის გამო. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ერთადერთი ვინც აფერხებს ევროინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელოვნურად, ესენი არიან ევროპელი ბიუროკრატები და კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები. ჩვენ წელიწად ნახევარი ვეხვეწებოდით მათ მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ვამბობდით თუ არის კანდიდატის სტატუსი. წელიწად ნახევარი ვეხვეწებოდით. ვინმე განმარტა ოდესმე, რატომ არ მიენიჭა საქართველოს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი. არავინ არ განმარტა. როცა ამ ყველაფერს მოყვა რევოლუციის მცდელობა. და რევოლუციის მცდელობაში პირდაპირ იყვნენ ჩართული ის ორგანიზაციები, რომლებიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდებიან, ხო? ეს ხო არის განსამარტი. საზოგადოება მასთან დაკავშირებით ხო უნდა გამოიტანოს დასკვნები. ევროპარლამენტმა მიიღო დღემდე 5 რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით ომის დაწყებიდან დღემდე, გააქტიურდნენ ომის დაწყების შემდეგ და 5-ვე რეზოლუციის შინაარსი ძალიან კარგად მოგეხსენებათ, ხო? როცა ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას ციხეებიდან, საუბარი იყო კრიმინალების მფარველობაზე, ითხოვდნენ მართველი გუნდის ლიდერების დასჯას, გაუგონარი ჩანაწერებია. თითოეულ ამ რეზოლუციაში უსამართლობის მწვერვალია თითოეული ეს რეზოლუცია. ამასთან დაკავშირებით ხო უნდა იყოს კითხვები დასმული. საქართველოს რომ არ აქვს გახსნილი დღეს მოლაპარაკეები და რომ აქვს გახსნილი მოლაპარაკეები მოლდოვას. ამასთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას კითხვები, რატომ არ ისმება ეს კითხვები საჯაროდ ამ ადამიანებს, რატომ არ აქვთ ეს კითხვები. მოლდოვა არის DST-ს წევრი ქვეყანა, არც მოლდოვას დაუწესებია სხვათა შორის სანქციები. მოლდოვას აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. და ცოტა ხნის წინ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა განაახლონ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ერთი კრიტიკული განცხადება თუ გახსოვთ თქვენ მოლდოვასთან დაკავშირებით, რომ ის რჩება DST-ს წევრად. გახსოვთ ასეთი კრიტიკული განცხადება? ხო, ხედავთ, რომ ყველაფერი არის აბსოლუტურად ხელოვნური და მოსამართლობა სჭირდება სწორედ რეაგირება. ამ შანტაჟს სჭირდება რეაგირება. ჩვენ რო ჩაგვტოვეს 3 წელი ხელოვნური შანტაჟით, პოლარიზაციის პირობებში.
ამას სჭირდება სწორედ რეაგირება. სწორედ ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამ პროტესტს არ აქვს არავითარი საფუძველი, ყველამ ზუსტად უნდა გაიაზროს ის თუ რა ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო ამ 3 წლის განმავლობაში, ვის რაში ჭირდება ჩვენი ქვეყნის მუდმივი შანტაჟი, რაში ჭირდება ხელოვნურად ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა, რაში ჭირდებათ ეს ყველაფერი. ეს უნდა გაიაზროს, რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებამ. ჩვენ ვამბობთ ერთადერთ რამეს. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დასრულებას და გვაქვს იმედი, რომ ამის შემდეგ ურთიერთობები თვისებრივად გადაიტვირთება, ჩვენ ვაგრძელებთ შეუფერხებლად სვლას ევროკავშირისკენ და სწორედ ამიტომ ვამბობთ იმას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში შესრულდება მთავარი. ეს არის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. თუ ამას გაიაზრებენ გუშინდელი შეკრების მონაწილეები, ამ შემთხვევაში დღეს არავინ აღარ გააპროტესტებს ჩვენს გუშინდელ ბრიფინგს, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ცხადია იმასთან დაკავშირებით თუ რა ითქვა გუშინ და რა ითქვა დღეს. და ასევე გითხავთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორმა ელჩმა დატოვა თანამდებობა, მათ შორის ერთ-ერთი არის ბულგარეთის ელჩზე არის საუბარი და აქვე გითხავთ, გუშინ ასევე გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებაც, დღეს როგორც უკვე ვიცი, ასე მეტი ადამიანი აწერს ამ განცხადებას ხელს, როგორ შეაფასებთ და როგორია მოკლედ მთავრობის მეთაურის პოზიცია. ზოგადად ჩვენ თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეს ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ, აქაც არის აღშკარად იკვეთება წაკითხulis გააზრების და მოსმენელის გააზრების პრობლემა. თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა ობიექტურად, მე პირადად ვცადე, რომ განუმარტო თითოეული საკითხი, რაზეც ჩვენ საუბრობთ. მოსმენელის სწორად გააზრების პირობებში პროტესტის განცდა არავის არ უნდა გაშენოთ. მოგესალმებით, გელა ბოჩკაშვილი, რადიო თავისუფლება. დღეს გისმენდით განცხადებაში და ჟურნალისტებზე ძალადობას უწოდეთ შედეგი. შემდეგ ჩემმა კოლეგამ დაგისვათ კითხვა და იქაც გაიმეორეთ, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის ნაწილში ეს იყო შედეგი იმ ძალადობის, რომელიც გუშინ მოხდა და ახლობით ეს იყო შინაარსი. თუ ნახეთ თქვენ გურამ როგავაზე ძალადობის ფაქტი, ან თუ ნახეთ მაგალითად პუბლიკის ჟურნალისტის ალექსანდრე ქეშელაშვილზე ძალადობის შედეგი. სადაც გურამ როგავას ძალადობის ვიდეო არსებობს, სადაც სამართალდამცავი პირდაპირ ურტყამს თავში პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს თუ სწორად მახსოვს მიკროფონი ეჭირა ხელში. ან მის იდენტიფიცირება რომ ის იყო ჟურნალისტი იყო ძალიან მარტივი. თქვენ თუ სწორად მახსოვს არ გისაუბრიათ ამ სამართალდამცავების გამოვლენაზე და მათ დასჯაზე. ან კაფეო არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში თქვენი განცხადება. შეგიძლიათ თუ არა დაპირდეთ ადამიანებს, რომ სულ მცირე ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კაფეოდ შეიძლება სწოდნოდათ, რომ ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, მათი გამოვლენა მოხდება და შემდეგ დასჯა. ამ შემთხვევაში სამართალდამცავები არ იყვნენ არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნით. მე არ გულისხმობ, რომ პირობითად რომელიმე ჟურნალისტმა ან რომელიმე ადამიანმა აღიქვას ვინ არის პერსონალურად ეს ადამიანი, ან ფოტოზე აღბეჭდოს და ასე შემდეგ. არ ქონდათ არანაირი ნუმერაცია, რომელთაც სამართალდამცავებსაც კი გაუმარტივდებათ მისი მოძებნა. აი შეგიძლიათ თუ არა ამ საკითხზე თქვა და შემდეგ დაუბრუნდები კიდევ რამდენიმე კითხვა მაქვს. რაც შეეხება შედეგს, ეს არის ფაქტის კონსტატაცია. ხო, რომ არ ყოფილიყო ის ძალადობა, მასშტაბური ძალადობა, რომელიც ვიხილეთ ჩვენ მომიტინგეების მხრიდან, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, არ იქნებოდა ბუნებრივია არც შეკრების დაშლის საჭიროება და შესაბამისად არ იქნებოდა არც ერთი ასეთი ფაქტი. ანუ შედეგი ეს არის ფაქტის კონსტატაცია. რაც შეეხება სამართალდარღვევას, ნებისმიერი სამართალდარღვევა, მათ შორის განსაკუთრებით თუ სამართალდარღვევა იქნა ჩადენილი ჟურნალისტის მიმართ, უნდა იყოს რა თქმა უნდა სათანადოდ გამოძიებული. ეს არის ჩემი დამოკიდებულება, არც ერთი კანონდარღვევა არ უნდა დარჩეს ბუნებრივია რეაგირების გარეშე. არ დარჩება? შეგიძლიათ დადოთ აი შეგიძლიათ ჩემი დამოკიდებულება შესაბამისად რა თქმა უნდა განსაკუთრებულად დავინტერესდები იმ ფაქტებით, რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტების დაზიანებასთან. მე გთხოვეთ და თქვენ დამპირდით დაახლოებით 2 თვის წინ 5-6 თვის წინანდელ ამბავთან დაკავშირებით. ეს იყო მაისის მოვლენების დროს, როდესაც სამართალდამცავები ძალადობდნენ ჟურნალისტებზეც, მოქალაქეებზეც. მაშინ თქვენ დაახლოებით 2 თვის წინ მითხარით, რომ თქვენ მოიძიებდით, გამოცნობდით თქვენს პრესამსახურსაც გავახსენე ეს ინფორმაცია. გეტყვით ასევე იმასაც, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამოვითხოვე ინფორმაცია და მომეწოდეს უბრალოდ მშრალი ტექსტი, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არც რომელიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე. არც ვინმე მიეცა თუ არა პასუხისგებაში და ასე შემდეგ. თქვენ რა ინფორმაციას გქონდათ? აი, ბოლო 5 თვის განმავლობაში, გულისხმობ მაისის მოვლენებიდან დღემდე,
რომელიმე სამართალდამცავი თუ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და თუ არის რომელიმე სამართალდამცავი დასჯილი. ან თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, ან კი ან არადოს დონეზე რომ მაინც გვიპასუხოთ. ჩემი ინფორმაციით გამოძიება არის დაწყებული არაერთ საქმეზე, ასევე პასუხისგებაში მიცემაც მოხდა არაერთ შემთხვევაში. ზოგადად რაც შეეხება მარტის აქციებს, შარშანდელ აქციებს და გუშინდელ დღეს. თქვენ იცით, რომ იყო მასშტაბური ძალადობა, იყო დარღვევები ასევე შეკრების დაშლის დროს, იყო ერთ ხარესას და მეორე ხარესაც პრობლემები. გუშინდელზე ვისაუბრე უკვე რა მასშტაბის ზიანი მოყვა ამას სამართალდამცავების ნაწილში. 32 პოლიციელი დაშავდა, აქედან 13-ს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა, ხო? ამის გადაწვეს შარშან ქალაქი, ხო, რა ხდებოდა პარლამენტის გარშემო, გახსოვთ, წელსაც იყო ანალოგიური პროცესები, მარტი, აპრილი, მაისის პროცესები. გახსოვთ, ხო, ეს არის რადიკალური ოპოზიციის ხელწერა, თუმცა მე შეგახსენებთ, რომ შარშან მხოლოდ ერთი მიტინგი იყო დაკავებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა და წელს სულ რამდენიმე თვარსები 6 მიტინგი არის დაკავებული ამ უმძიმეს მასშტაბურ ძალადობასთან დაკავშირებით, ამ 6-დანაც ერთი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა, ხო? დრო ჭირდება გამოძიებას. აი რა პერიოდი, აი როგორ წარმოგიდგენიათ? რა ვიცი, აი დასვით კითხვა მაგალითად ჩარშან თბილისი რო გადაწვეს ლამის, რატომ არ არის ბოლომდე მიყვანილი გამოძიება? დასვით ეს კითხვა, ან წელს მარტი, აპრილი, მაისის დროს მარტო 6 კაცი რატომ იქნა დაჭრილი? დასვით ეს კითხვა, დრო ჭირდება. დრო ჭირდება აქედაც და იქითაც გამოძიებას. სამართალდამცავის გამოვლენა, აი მაგალითად მე სახალხო დამცველის აპარატიდანაც გამოვითხოვე გასულ წელს თუ სწორად მახსოვს და წელსაც ინფორმაცია და იქ იყო აღწერილი რომ მაგალითად სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა იმ პოლიციელების ჯგუფის ვინაობის მიწოდება, რომელიც იმ კონკრეტულ წერტილში მუშაობდა. აი პირობითად აი გუშინდელი შემთხვევა გავიხსენოთ, გურამ როგავს შემთხვევა, როცა ძალიან ცალსახა იყო რომ ის ადამიანი იყო ჟურნალისტი. იქ მყოფი სამართალდამცავების დადგენა შეუძლებელი არის? ამაზე გაგცემთ პასუხს შესაბამისი უწყება. კიდევ ერთხელ გაიმეორებ. ორივე მხარეს გრძელდება გამოძიება, აქედაც და იქითაც. თქვენ სამხრივად ინტერესდებით, რა თქმა უნდა. არა, ორმხრივად ინტერესდები ვაშუქებთ. მხოლოდ სამხრივად ინტერესდებით, მაგრამ ეს არ არის, კი ბატონო, ეს თქვენი უფლებაა. მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორებ, გამოძიებას აქვს თავისი სტანდარტი, ჭირდება თავისი დრო. ერთ ხარესას და მეორე მხარესაც გრძელდება გამოძიება და ამას ექნება თავის შედეგი. კი ბატონო, თქვენ თქვით რომ უარს ამბობთ ევროკავშირის გრანტებზე და თქვით რომ ეს არის ბიუჯეტის 0.2% თუ სწორად ამახსოვდა. დაახლოებით რიცხვებში რა მხელა არის? ანუ პროცენტში გავაკეთოთ რომ 0.2-ია. რიცხვებშიც რო გითხრათ სანამ ჩავხედოთ რომ უზუსტობა არ გქონდეს და აქვე კიდევ ერთ კითხვას მოვაყოლებ. თქვენ თქვით რომ ევროინტეგრაციის პროცესი არაა შეჩერებული. და თქვით რომ დეზინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით თუ სწორად მახსოვს ელჩის კომენტარიც და ვინც ამაზე საუბრობს. ევროინტეგრაციის ნაბიჯები რო აგვიხსნათ რა ეტაპებია. მე როგორც ვიცი არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, შემდეგ მოლაპარაკების გახსნა და შემდეგი ეტაპი არის უკვე. აი ამ ორ ეტაპს შორის ვარ ჩვენ მოლაპარაკების გახსნიდან, უпростоრად კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მოლაპარაკების გახსნამდე. აი რო აგვიხსნათ ეს მაშინ რა მოხდა? ეს ყველაფერი არის ფორმალური მხარე, ხო? კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ოპოზიციამაც აღიარა. მას შემდეგ რაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, რომ კანდიდატის სტატუსი არის მხოლოდ ფორმალობა, ხო? ეს ფაქტებით დასტურდება. 20 წელია სულ ქვეყანას აქვს მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, მაგრამ არავითარი წინსვლა არ არის, ხო? იგივე მოლაპარაკებების გახსნას ეხება, ხო? უკვე თქვი რომ 2012 წელს მიენიჭა, 12 წლის წინ მიენიჭა მონტენეგროს მოლაპარაკებები, გაიხსნა მოლაპარაკებები და დღემდე არავითარი დაჩქარებაც კი არ ყოფილა გაწევრიანების. ამიტომ კაფეო ჩანს რომ როგორც კანდიდატის სტატუსი ისე მოლაპარაკების გახსნა არის ფორმალური მხარე. პრაქტიკული მხარე არის, რაც თქვი, ასოცირების დღის ესრიგით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ეს არის პრაქტიკული მხარე. და მეორე ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. საბოლოო ჯამში, როცა საქმე მიდგება ქვეყნის გაწევრიანებაზე, იკითხავენ ზუსტად ამას. გვაქვს თუ არა შესრულებული ასოცირების შეთანხმება, დღის ესრიგი ასოცირების და გვაქვს თუ არა შესრულებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების. ის რომ არ შეჩერებულა ევროინტეგრაციის პროცესი, სწორედ ამით დასტურდება. ჩვენ ვაგრძელებდით მთელი ამ წლების განმავლობაში მიუხედავად ამ ხელოვნური ბარიერებისა, ვაგრძელებდით ვალდებულების შესრულებას და მიუხედავად ამ შანტაჟისა და უბედურებისა, რასაც ჩვენ ხედავთ ევროპარლამენტიდან, რასაც ხედავთ მათ შორის აღმასრულებელი ბიუროკრატიიდან და შემდეგ, ამ უბედურების მიუხედავად ჩვენ
ჯიუტად ვაგრძელებთ ამ ვალდებულების შესრულებას. ზუსტად ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეჩერებულა ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. გარდა ამისა, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ხო, ინდექსის და რეიტინგის მიხედვით, საქართველოს წინ უსრებს ყველა პარამეტრით აბსოლუტურად, როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას. ცოტა ხნის წინ თვითონ ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდა, ქულებით აფასებენ ქვეყნებს, მოლდოვასაც უსრებს წინ და ბოსნიასაც უსრებს წინ. მაშინ, როდესაც მათ გაუხსნეს მოლაპარაკებები და ჩვენ არა. აქედან ხო ჩანს, რომ არის სრული უსამართლობა. თქვენ ხო იცით მოლდოვაში რა ხდება? როგორ შეიძლება მოლდოვას კონდეს გახსნილი მოლაპარაკებები და ჩვენ არა? აქედან ხო ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის სრულიად უსამართლო, უხეშად უსამართლო დამოკიდებულება. თქვენ ხო უნდა გქონდეთ თქვენი ახსნა, რატო ხდება ეს? რა ინტერესებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული? უსამართლობას ხო უნდა გქონდეს ახსნა? ჩვენ გვახსოვს სხვანაირი ევროპა თავის დროზე, ხო, 1959 წლიდან 2008 წლამდე, ვიდრე გარკვეული კრიზისული პროცესები დაიწყებოდა, ევროპა იყო სამართლიანობის სიმბოლო. სად გაქრა ეს სამართლიანობა? რატომ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ? მე მგონი ეს კითხვები ძალიან ხმამაღლა უნდა დაისვას საქართველოს საზოგადოებაში. მოგესალმებით, ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია. ბატონო ირაკლი, თქვენი დამთავრების ამ გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც ვიცით, ევროკავშირი აპირებს, რომ გამოაგზავნოს ტექნიკური მისია, რომ საქართველოში არსებულ ვითარებაში უკეთ გარკვნენ, მათ შორის ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. თუ აპირებს საქართველოს მთავრობა მათთან თანამშრომლობას, სხვადასხვა შტოებებუნებრივია და როგორ წარმოგიდგენიათ ეს თანამშრომლობა? რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დავადასტურეთ ტექნიკურ მისიას დახვდება ტექნიკური ჯგუფი, შეიძლება იყოს მთავრობის ტექნიკური ჯგუფი, პარლამენტის ტექნიკური ჯგუფი და ბუნებრივია ტექნიკური ჯგუფები ერთმანეთში თანამშრომლობენ. გამარჯობა. ელენე ბედველი, ბლუმბერგი. იცით, აი თქვენ თვითონ მე მინდოდა კითხვის დასმა, მაგრამ თქვენ თვითონ ახსენეთ, აი წინა კითხვაში, რომ უსამართლობა საქართველოს მიმართო, რომ ამ ბლოკის ამდენი ქვეყანა ცდება, რაღაც რამოდენიმე ქვეყანა, რომელიც თქვათ მხარს უჭერს კურსს და ასე შემდეგ. აი მაშინ გითხარით, ხო, აი თქვენი აზრით, რას გერჩიან? აი არის რამე მიზეზი, რომელიც თქვენ გაქვთ ეჭვირო რამე მიზეზი უნდა იყოს ქვეყნის მიმართ? ნუ ძალიან კარგი შეკითხვა. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი ეჭვები. ბოლომდე ვერ გავხსნით ამ თემას. მათ შორის საჯაროდ არ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მოთხოვნებს გვიყენებდნენ კონკრეტული ადამიანები დაახლოულ გარს მიღმა. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ ეჭვები, არამედ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც გვაძლევს ლოგიკური დასკვნის გამოტანის საშუალებას, ხო? დანარჩენი შეგვიძლია ჩვენ რიტორიკული კითხვაც დავსვათ, ხო, თითოეულმა ჩვენგანმა. აი მოლდოვა არ დააწესა სანქციები რუსეთთან მიმართებით. ნული განცხადება. გამოვიდა თავის დროზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თქვა, რომ არ ვაწესებთ სანქციებს, გამოუცხეს 5 რეზოლუცია ევროპარლამენტში. ერთი კრიტიკული განცხადება არ არსებობს მოლდოვის მიმართ, ხო? DSCT-ს წევრად რჩება მოლდოვა. ნუ რაზეა საერთოდ ლაპარაკი? არც ერთი კრიტიკული განცხადება, ხო შეიძლება და წამლად ერთი ევროპარლამენტარი გამოსულიყო და ეთქვა, რომ მოლდოვა არ უნდა დარჩეს DSCT-ს წევრად. არა. მოლდოვა არის რაღაცა პროდასავლური ქვეყანა და ამ დროს მოლდოვაში რაღაც გითხრათ, რომ ნუ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდები. ეს ყველაფერი კი. დამალული იქნება რადიკალური. მე მგონი მე საკმაოდ ღია მინიშნებით გითხარით, რაზეც გვაქვს საუბარი. პრობლემები დაიწყო უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად და ვფიქრობთ, რომ შესაბამისად პრობლემები თვისებრივად დასრულდება უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად. თუმცა აქ კიდევ ერთხელ რომ არ მოყოს ამ ყველაფერს სპეკულაციები, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ევროკავშირს უნდა ომი საქართველოში, მაგრამ არიან კონკრეტული ბიუროკრატები, არიან კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ნებსით უნებლიეთ ემსახურებიან ამ ძალიან მძიმე საქმეს, ხო? დანარჩენზე აღარ ვისაუბრებ დეტალურად, დახრულ გარს მიღმა, ვინ რას ითხოვდა ჩვენი ქვეყნისგან. მოგესალმებით, მე პაპაშვილი, ტელეკომპანია პალიტრანეუსი. ბატონო პრემიერო, გუშინ ჩვენ ვნახეთ თქვენი განცხადების შემდეგ სალომე ზურაბიშვილის საპასუხო განცხადება ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. ის ამბობდა, რომ ეს ფაქტობრივად არის ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმა. ამ განცხადების შემდეგ ის რამდენიმე საათში გამოჩნდა ქუჩებში, მათ შორის ცადა, რომ გასაუბრებოდა სპეცდანიშნულების რაზმს. როგორ უპასუხებთ მის ამ კრიტიკას და მის გუშინდელ ნაბიჯებს? ნუ, აქაც იგივე შეიძლება ითქვას, რაც იგივე ელჩის შემთხვევაში და სხვა ასეთი ფაქტების შემთხვევაში, როდესაც ხარ ჯერ კიდევ პრეზიდენტი, ყავს ამხელა ადმინისტრაცია,
შეიძლება თვითონ სალომე ზურაბიშვილს არ კონდეს მოსმენელის გააზრების უნარი, მაგრამ მინიმუმ ის ადმინისტრაციას უნდა კონდეს მოსმენელის და წაკითხulis გააზრების უნარი, ხო? როდესაც იცი რა ითქვა და სიცრუით პასუხობ ამ ყველაფერს, ბუნებრივია ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს სალომე ზურაბიშვილის რეალურ განზრახვაზე, ხო? ანუ ერთი ის ვერ ელევა საკუთარ სკამს და ყველანაირად ცდილობს რომ რაღაცნაირად დაუპირისპირდეს მართლ გუნდს, ის არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და უნდა რომ რაღაცნაირად ამ რეჟიმში გაატაროს დარჩენილი 5 პარასკევი, ხო? თუმცა ეს 5 პარასკევიც ამოიწურება და აქტუალობას დაკარგავს თავიდან ბოლომდე ეს ქალბატონი, ხო? შესაბამისად დიდ მნიშვნელობას მე მის ქმედებებს არ მივანიჭებდი, კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ ის არის მილევად რეჟიმში. კითხავს კიდევ დაგისვამ სალომე ზურაბიშვილი ახსენეთ. თუ აპირებთ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის, ასე ვთქვათ, დაძვრას და მეორე აქვე მივაყოლებ, თქვენ როცა მუშაობდით საქართველოს კონსტიტუციაზე და 78 მუხლი ჩაიწერა, რადგან ეს საკითხის განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში. თქვენ რა შინაარსი ჩადეთ, რა იგულისხმებოდა ხელისუფლების ყველა შტომ, უნდა ასე ვთქვათ, ყველა ძალა იმოქმედოს იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ევროსტრუქტურების ნაწილი. აი რო აღვიწეროთ, იმიტომ რომ უფრო ძალიან კაფეო იყოს საზოგადოებას. მადლობა. პირველ რიგში რაც შეეხება იმპიჩმენტს, ჩვენ მარტივად არის საქმე, ჩვენ არ გვაქვს 100 მანდატი პარლამენტში შესაბამისად, პრაქტიკულ ასრს არის მოკლებული ბუნებრივია იმპიჩმენტის პროცედურა და მეორე ისედაც ეწურება 4 კვირაში ერთ თვეში დაახლოებით მას უფლებამოსილების ვადა შესაბამისად არანაირი აქტუალობა დღეს იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს. რაც შეეხება 78 მუხლს, კონკრეტული მიზნით ჩაიწერა, რა თქმა უნდა, ეს მუხლი, ჩვენი ერთგულება ევროინტეგრაციის მიმართ არის ურღევი. და ძალიან კარგად გამოჩნდა ეს მათ შორის გუშინდელ ბრიფინგზეც, ხო, ვისაც სურდა მოსმენა, ძალიან კარგად გაიგებდა ამ ყველაფერს. ძალიან მარტივად თუ ვიღაცა არ წაიკითხა, მათ შორის მინდა მიმართო გუშინ შეკრებილ მომიტინგეებს, ხო? თუ ვინც გულწრფელად იყო გამოსული, თორემ ძალადობრივ დაჯგუფებებზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი, კიდევ ერთხელ წაიკითხონ გუშინდელი ტექსტი. რა ეწერა და რა ითქვა გუშინ. ხო, აი ძალიან კაფეოდ იყო საუბარი, რომ ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული. ძალიან კაფეოდ ითქვა გუშინ, რომ ჩვენ ვართ ევროპული კურსის კონკრეტულად ერთგული. ძალიან კაფეოდ ითქვა, თუ რა პრაქტიკული ნაბიჯები გადაიქმნება ჩვენი მხრიდან იმისათვის, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და კიდევ ერთხელ ასოცირების დღის წესრიგი არის თავარი გზამკვლევი და ამასთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის თავარი გზამკვლევი. 78 მუხლი ჩვენ გავალდებულებს სწორედ ამ ვალდებულების შესაბამისად მოქმედებას. ყველა პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმას და ერთხელ გავიმეორებ, რომ პრაქტიკული ნაბიჯების გზამკვლევი არის მოცემული არსად, გარდა ერთი მთავარი დოკუმენტისა და ასევე მეორე დოკუმენტისა. ეს არის ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი და ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. რაც შეეხება კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ ამ თემას, ხო, მოლაპარაკებების გახსნის თემას და საბიუჯეტო გრანტებს. აქ ხომ შეფასება არის თავარი და შეფასება ჩვენი არის ის, რომ რაც ძალიან მარტივად არის, ხო, ხელის გულს ედევს, 3 წელი არ დაასვენეს ეს ქვეყანა და ხელოვნურად გამოიყენებოდა ამისათვის ჯერ კანდიდატის სტატუსის საკითხი ინსტრუმენტად და შემდეგ უკვე გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და საგრანტო დაფინანსება. საარჩევნო ჩარევისთვის იქნა გამოყენებული ეს საკითხი პირდაპირ უხეშად, რაც არის უხეში დარღვევა დემოკრატიული არჩევნების პრინციპის, ხო? ამას რო ხედავთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა, რომ რეაქცია გქონდეს, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს. და გუშინაც ითქვა და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება არათუ ხელს არ შეუშლის ევროინტეგრაციის პროცესს, პირიქით ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას, როცა შესაბამის პოლიტიკოსებს და ბიუროკრატებს ხელიდან გამოეცლებათ შანტაჟის ინსტრუმენტი, დარჩება მხოლოდ საქმე და ეს საქმე არის ვალდებულებების შესრულება. ბატონი ირაკლი, ერთი კითხვაც ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და ფაქტობრივად შეაქო საქართველოს ხელისუფლება ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების გამო, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს რა პასუხი გექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ ის, რასაც ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, ჩვენ არ დავსდევთ არც რუსეთის პოლიტიკოსების და არც ევროკავშირის პოლიტიკოსების განცხადებებს. ჩვენ დავსდევთ სიმართლეს. ჩვენთვის თავარია სად არის სიმართლე. ჩვენი ოპონენტები დასდევენ ხოლმე ხან აქეთ, ხან იქეთ ასეთ განცხადებებს. ჩვენთვის ეს არ არის თავარი. ჩვენთვის თავარია ის თუ რა არის სიმართლე და ჩვენ ვიცავთ სწორედ ჩვენ სიმართლეს.